ევროკავშირის ელჩს დღეს მედიამ ჰკითხა იმის შესახებ, ყოფილა თუ არა რაიმე შემთხვევა და ერთი ფაქტიც კი, როცა მასთან, როგორც პარტნიორთან, ასევე სხვა ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე ვინმეს ოპოზიციიდან ესაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად სარგებლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ კი ევროკომისია მიიღებდა უარყოფით გადაწყვეტილებას და ქვეყანას სტატუსი არ ექნებოდა, თუმცა პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ის არის დიპლომატი და წარმოადგენს ევროკავშირს თბილისში, ის მას ქონია ბევრი შეხვედრა, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის ასევე ოპოზიციურ პარტიებთან და არავის ამ შეხვედრებზე ჰერჩინსკის მტკიცებით არ დაუყენებია საკითხი ასე და არავის უთქვამს, რომ სტატუსის არ მონიჭება იქნებოდა სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ჰერჩინსკი ამბობს, რომ ყველა ასეთ შეხვედრაზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან მყარად მხარდამჭერი სტატუსის და შესაბამისად ასეთი შეხვედრების დროს პოლიტიკოსები საუბრობენ იმის შესახებ, რომ პირიქით ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წლის ბოლოს. As ambassador of European Union, მე როგორც ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბევრი შეხვედრა მქონდა ოპოზიციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, მეცნიერებთან. არავინ შემხვედრია, ვინც სტატუსის არ მონიჭების სარგებლიანობაზე საუბრობს. ყველა ვისაც ვესაუბრებე, მართველი პარტიიდან თუ ოპოზიციიდან სტატუსის მიღების მკაფიო და მყარი მხარდამჭერია. from all opposition parties. ამ კომენტარიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უსაფუძვლოა ბრალდებები, რომელსაც ამ თვეების განმავლობაში ხელისუფლება აჟღერებს ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ თითქოს ოპოზიცია ეწევა სტატუსის საბოტაჟს, თუმცა საინტერესოა, რომ არა მხოლოდ მმართველი პარტია საუბრობს ამაზე, არამედ ოპოზიციაშიც არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ რიგებშიც მოიძებნება ადამიანი, რომელიც სტატუსის წინააღმდეგ ესაუბრება პარტნიორებს. ეს საუბარი ხათუნა სამნიძემ დაიწყო ამ ეტაპზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვებსაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში ყველა პოლიტიკური ფიგურა არ არის ერთ აზრზე და ყველა არ ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს. თუმცა ოპოზიციაში მოვისმინეთ განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგალითად თამარ კორძაიას მხრიდან ის ფიქრობს, რომ ახლა ამ ეტაპზე მთავარი სამიზნე ხელისუფლებაა და მთავარი, ვინც ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის, არის ქართული ოცნება, რომლის კრიტიკითაც უნდა იყოს ოპოზიცია დაკავებული. არც იმ შეხვედრაზე ყოფილა, საიდანაც ეს ინფორმაცია გამოიტანეს, მაგრამ მე ვთქვი, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს დღეს. პირველი ის, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, ქართულმა ოცნებამ ამით არ უნდა დაიწეროს 2024 წლის არჩევნებისთვის ქულები და ჩვენ საზოგადოებას უნდა აუხსნათ, რომ ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში მეტი ხმა მიიღოს ამომრჩევლის და არა იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებებით იცხოვროს ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა უშლის ხელს ამ ქვეყანაში ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ხელს უშლის ხელისუფლება და ქართული ოცნება. სამწუხაროდ ეს ასეა. ერთი მხარე არის, რომელიც ცდილობს, რომ ეს მონოპოლარი თქვას, რომ ჩემია და არა მოქალაქეების და ქართული ხალხის. და მეორე მხარე არის, რომელიც დადის და იქ ჩვენს მეგობრებს ეუბნება, რომ ჯერ არ მოგცეთ სტატუსი, ამით ოცნება ისარგებლებსო. ნუ ახლა ერთიც მიუღებელია და მეორეც მიუღებელია. ვინ ეწევა სტატუსის საბოტაჟს, ამაზე საუბარი დაიწყო ახლა და დაიწყო ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან, თუმცა ვინ არის კონკრეტულად პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პარტნიორებს არწმუნებს, რომ სტატუსი წლის ბოლოს ქვეყანამ არ უნდა მიიღოს, რადგან ეს იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რადგან იქნება არგუმენტი ქართული ოცნების ხელში, ეს კონკრეტული სახელები და გვარები არ საჯაროვდება, თუმცა ეს პროპაგანდა გააგრძელა მართლმა პარტიამ, გამოიყენა საკუთარი პროპაგანდისთვის და ხელისუფლება უფრო ღრმად შედის კონსპირაციაში, ასახელებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველი პარტიის მტკიცებით ლელოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ნიკა გვარამია არიან ის პირები, რომლებიც პარტნიორებს ესაუბრებიან, რომ ქვეყანამ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ეს უკანასკნელები კი, რა თქმა უნდა, უარყოფენ ამ ინფორმაციას და ამბობენ, რომ პირიქით, ვინც უშლის ამ პროცესში ხელს ქვეყანას, ეს მხოლოდ ქართული ოცნებაა.